ეს ვიდეო მინდა ჩავწერო ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც გაწევრიანებულები არიან სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში. ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს საპატრიარქოს ორგანიზაციაში გაწევრიანებული, ზოგიერთი შეიძლება იყოს კათოლიკურ ორგანიზაციაში, ზოგიერთი შეიძლება იყოს ისლამურ ორგანიზაციაში, ზოგიერთი ამა თუ იმ ეგრეთ წოდებულ პროტესტანტულ ორგანიზაციაში, სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც თავს პროტესტანტულ ეკლესიებს უწოდებენ, აი მათში ვინც არიან გაწევრიანებულები და ზოგადად სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში, ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციაში, სადაც ადამიანები არიან გაწევრიანებულები, ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე მაქვს ლაპარაკი. და ასევე მაქვს საუბარი ასევე იმ ადამიანებზეც, აი იმ ადამიანებისთვისაც მინდა ჩავწერო ეს ვიდეო, რომლებმაც ამა თუ იმ ინდივიდებიდან მიიღეს ინფორმაცია ღვთის შესახებ და ბიბლიას მოკიდეს ხელი, წაიკითხეს, ისწავლეს, ან თქვათ მიიღეს ინფორმაცია ისლამის ქადაგებლებიდან ღმერთის შესახებ და აი აქედან გახდნენ, ასე ვთქვათ, ღმერთის მორწმუნეები. იმ გაგებით, აი რა გაგებაც მათ აქვთ, რომ აი ღმერთის სწამთ. ხლა სხვა საკითხია, კონკრეტულად ეს ღმერთი ვინ არის, რას გვასწავლის და ასე შემდეგ. ზოგადად, ყველა ადამიანისთვის მინდა ჩავწერო ეს ვიდეო, ვინც თავის თავს მორწმუნედ მიიჩნევს და ამ მორწმუნეობასთან მიიყვანა ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ. ყველასთვის მინდა ეს ვიდეო ჩავწერო. მე მინდა ახლა გაჩვენოთ თქვენ ღმერთის წმინდა წერილიდან ერთი ამონარიდი, სადაც იესო ქრისტეს სიტყვები არის ჩაწერილი. ეს არის აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის ჭკუის სასწავლებელი, ვინაიდან აქ ისეთი რამ არის დაწერილი, რომ ყველას გამოადგება, ყველას დააფიქრებს და მოდით ჯერ ამას წავიკითხავ და შემდგომ ამისა გავაგრძელებ უკვე აი ასეთ რეჟიმში ვიდეოს ჩაწერას და განხილვას. აი რატომ ეხება ეს ყველა ადამიანს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც რომელმაც ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციიდან მიიღო ღმერთის შესახებ ინფორმაცია, თუნდაც მცდარი ინფორმაცია, მაგრამ მაინც ღმერთის შესახებ ინფორმაცია და მცდარი იქნება ეს თუ ნამდვილი ინფორმაცია იქნება, ეს მერე გავარკვიოთ უკვე ღვთის წერილზე დაყრდნობით. ესე იგი, საბოლოო ჯამში ადამიანი უკვე, რომელმაც შეიძლება ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციისგან მიიღო ინფორმაცია ღმერთის შესახებ, ამას არ უნდა დაკმაყოფილდეს, არამედ შემდგომ ამისა ღვთის წერილი თვითონვე უნდა ისწავლოს. ეს იქნება რომელიმე ისლამის მიმდევარი იქნება თუ რომელიმე სხვა რელიგიური ორგანიზაციის მსმენელი იქნება. მოდით ახლა ღმერთის წმინდა წერილიდან წავიკითხავ ერთ ამონარიდს, რომელიც ჭკუის სასწავლებელი და დამრიგებლური სიტყვებია იესო ქრისტესი, რომელი სიტყვებიც დღეს აგერ ღმერთის წმინდა წერილში არის დაწერილი და ჩვენს გამოგვადგება. იესო ქრისტეს ეს სიტყვები დაწერილი არის ღმერთის წმინდა წერილში, კონკრეტულად ეს მათეს ნაწილი რო ეწოდება. ეს თავდაპირველად, როდესაც ეს წერილები დაიწერა, იქ სათაურად არ ეწერა მათეს სახარება მარკოზის, არა ეს 4 ნიჭიერი ავტორის მიერ დაიწერა ღმერთის სულის შთაგონებით იესო ქრისტეს სწავლება და მისი ამბავი, რომელიც ღმერთის წმინდა წერილში ჩაიწერა და ეს მერე დაასათაურეს მათეს სახარება მარკოზის, თორე ეს სათაურები რომ მოვაშოროთ, ხო ამით არაფერი დაშავდება და ეს სათაურები საერთოდ ჩვენ არც რაიმე ისეც გვეუბნება, რომ აუცილებელი იყოს ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მთავარი ის არ არის სათაურად რა აწერია, მთავარი ის არის შიგთავსი რა არის და მე ვიცი, რომ პირველად ამ
სახარების 4 თავს არ ეწერა მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე. ასე რომ ეხლა ამას დავანებოთ თავი. აქ ჩაწერილი არის ასეთი ძალიან ჭკუის დამრიგებლური და სასწავლებელი ინფორმაცია, როდესაც იესო ქრისტე ეუბნებოდა აი პირველ საუკუნეში მცხოვრებ იმ წიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც რელიგიური დაჯგუფება იყო, ასე ვთქვათ, რელიგიური ორგანიზაცია იყო ეს ფარისევლური ორგანიზაცია. იქ კიდევ სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც იყვნენ, მათ შორის იყო სადუკეველები ერქვათ, ისინიც რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ და ასევე იყვნენ ფარისევლებიც. და იქ ეს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციები ადამიანებს უქადაგებდნენ, ელაპარაკებოდნენ ღმერთის შესახებ. ისინი ქადაგებლები იყვნენ, ისინი არ იყვნენ პასიურები, ქადაგებლები იყვნენ ისინი. და ნახეთ ახლა რას ეუბნებოდა იესო ქრისტე მათ, რომ შეხედეთ, ვაი თქვენ და წიგნობარნო და ფარისეველნოვო, თვალთ მაგცნოვო, ვინაიდან დაძრწიხართ სხვასა და ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტადო. უყურეთ, ესენი ეს წიგნობრები და ფარისევლები ქადაგებლები იყვნენ, ისინი არ იყვნენ პასიურები, ნამდვილად ქადაგებლები იყვნენ, დაძრწოდნენ, ესე იგი დადიოდნენ ხანსად ზღვაზეც, გემებით, თქვათ, იქ ნავებით თუ გემებით, ხმელეთზე, მიწაზე, ესე იგი ხმელზე ვაკ, ვინმეს რაიმე ხმელი სხვა რაღაცა არ გეგონოთ, ხმელეთი, ესე იგი ეს მიწა. ესე იგი, ეს მწიგნობრები და ფარისევლები დადიოდნენ, ქადაგებდნენ, დაძრწოდნენ და თუნდაც ერთი კაცი მაინც რომ მოექციათ ნამდვილად სწორ სარწმუნოებაზე და მათ ნამდვილად ცოცხალ ღმერთს უქადაგებდნენ. ეხლა ჩვენ ამას დავაკვირდეთ, რომ აქ უფალი ამბობს, რომ ისინი თავიდან სწორად უქადაგებდნენ. პირველად ესე იგი დასაწყისში სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ადამიანებს და ამისთვის არ იშურებდნენ თავიანთ ძალღონეს, არ ეზარებოდათ, დაძრწოდნენ მთელს ხმელზე, ზღვაზე, სხვადასხვა ადგილებში, არ ეზარებოდათ ლაპარაკი, ქადაგებლობა, შეიძლება ითქვას, რომ იკლევდნენ პირად კომფორტსაც. მოდით უფრო ხმად ჩავიხედოთ ახლა აი ამაში. მართლაც ახლა რატომ უნდა წახვიდე სათხაც სხვადასხვა ქვეყნებში, იხეტიალო იმისათვის, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც გააგებინო, უქადაგო ცოცხალი ღვთის შესახებ, მოაქციო ნამდვილად, ესე იგი ღვთის სარწმუნოებაზე. ეს არის შრომა უნდა ამას და მართლაც ესეთი რაღაცა არის, რომ ადამიანი თავის რესურსს დებს აი ამაში და ეს კომფორტული სულაც არ არის, იმიტომ რომ ისევ ადამიანისთვის კომფორტული არის, რომ თავისთვის იყოს, თავი არ შეიწუხოს ახლა ადამიანებთან მისვლა, მოსვლაში, ლაპარაკში და იყოს რა ესე თავისთვის, ეს უფრო მისთვის კომფორტული იქნება, მაგრამ ეს ადამიანები, ეს მწიგნობრები და ფარისევლები ამ კომფორტზე უარს ამბობდნენ და ნამდვილად თავის რესურსებს დებდნენ იმაში, რომ წასულიყვნენ სხვადასხვა ადგილებში, ადამიანებს ელაპარაკებოდნენ, იხარჯებოდნენ, ხო, ენერგიას ხარჯავდნენ, ახლა დრო უნდა ამას მიხვიდე ამა თუ იმ სოფელში, ამა თუ იმ ქალაქში, ადამიანებს დაელაპარაკო, ცოცხალი ღმერთის შესახებ ინფორმაცია მიაწოდო. აი ისინი ამას ნამდვილად აკეთებდნენ, ისინი ნამდვილად ცოცხალი ღმერთის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ ადამიანებს და როცა თუნდაც ერთ კაცს მოაქცევდნენ, ცოცხალ ღმერთს გააცნობდნენ მათ და მოაქცევდნენ, ურეთ, რას ეუბნება მერე უფალი, როცა მოაქცევთო, შემდეგო უკვე გეენის კერძად აქცევთ მასო, თვით თქვენზე ორჯერ მეტადო. რას ნიშნავს ეს?
ესე იგი, მართალია, თავიდან ეს პირველ ეტაპზე ეს ფარისევლები და წიგნობრები ადამიანებს სწორად ელაპარაკებოდნენ, ცოცხალ ღმერთზე ესაუბრებოდნენ, ნამდვილად ის და როდესაც მათი მსმენელებიდან თუნდაც ერთი კაცი მოექცეოდა სწორ სარწმუნოებაზე, ამის შემდეგ უკვე თავიანთ ცრუ მოძღვრების საფუარს ურევდნენ და გენის კერძად აქცევდნენ მათ. და უყურეთ ახლა აი აქ, აი ამ ჩამონათვალში. უყურეთ ამ ჩამონათვალში რის გამო აკრიტიკებს იესო ქრისტე იმ წიგნობრებსა და ფარისევლებს. დააგვირით ახლა მთლიანობაში აი მათ რომ მიმართავს, ამ თავის მთელ ამ მიმართვაში ჩანს მისი კრიტიკა რისკენ არის მიმართული. აი რატომ აკრიტიკებს? მათ იმის გამო კი არ აკრიტიკებს, რომ აი თქვენ სწორად უქადაგებთ ადამიანებს, არა. ისინი სწორად უქადაგებდნენ ადამიანებს, მაგრამ როდესაც თუნდაც ერთ კაცს მოაქცევდნენ, უკვე ამის შემდეგ იწყებდნენ არასწორი ქადაგების შერევასაც თავიანთ სწავლებაში. უყურეთ, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, ვინაიდან თქვავთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნეთ ლოცულობთ დიდხანს, მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, ვინაიდან დაძერწი ხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი და როცა მოაქცევთ გენის კერძად აქცევთ მას თქვენზე ორჯერ მეტად. ვაი თქვენ და ბრმაწინამცხვარნო, რომელნიც ამბობთო. უყურეთ, აი რაც სრულ სწავლებას ურევდნენ თავიანთ სწავლებაში. უყურეთ, ესე იგი ხომ მოაქცევდნენ თუნდაც ერთ ადამიანს სწორ სარწმუნოებაზე ცოცხალ ღმერთს გააცნობდნენ, მაგრამ ამის შემდეგ უყურეთ რაში აკრიტიკებს იესო ქრისტე მათ. თქვენ ვამბობთო, თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარსო, არაფერიაო, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეაო. შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია, ოქრო თუ ტაძარი, რომელიც განწმენს ოქროს? და მერე, თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხეველს, აი ყურეთ, აქ ვინმეს არ იგონოს საპატრიარქოს ტაძრები. აქ საუბარი არის იერუსალემის ტაძარზე, რომელიც მსოფლიოში ერთადერთი იყო და სხვაგან არავის აქვს უფლება იმისა, რომ ტაძარი ააშენოს. ასე რომ არ დაიბნეთ, ვინც ჯერჯერობით უცოდინრები ხართ და მთელი ბიბლია ჯერ არ გაქვთ წაკითხული, არ დაიბნეთ. აქ საუბარი არის იერუსალემის ტაძარზე, სადაც იესო ქრისტე შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა. აი იმ ტაძარზე არის ლაპარაკი და არა საქართველოში რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია რომ აშენებს, სადაც მოეპრიანება და სადაც მისცემენ ამის საშუალებას, ხო ეს თავრობა იქნება თუ ზოგადად ესე იგი, სადაც მოიხელთებენ. აი ეს იერუსალემის ტაძარი მსოფლიოში ერთადერთი იყო და სხვაგან არავის აქვს უფლება იმისა, რომ ტაძარი ააშენოს. იმიტომ რომ ღმერთი არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებში, ეს ბიბლიაში არის დაწერილი და იმ იერუსალემის ტაძარს ჰქონდა თავისი ფუნქცია და რატომ აშენდა და რისთვის იყო, ეს ბიბლიაში არის დაწერილი და განმარტებული. უყურეთ ახლა გავაგრძელებ რის გამო აკრიტიკებს, ესე იგი რაც სრულ სწავლებას ურევდნენ ფარისევლები და წიგნობრები ცოცხალი ღვთის სწავლებაში და როგორ ასწავლიდნენ. თქვენ ამბობთო, რომ თუ ვინმე დაიფიცავსო საკურთხეველსო, არაფერიაო, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეაო. შლეგნო და ბრმანო,
რა უფრო მეტია შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენს შესაწირავს, რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა. და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც. და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაგცნო, რომლებიც იხდით მეათედ სპიტნისას. აი ყურეთ, კიდევ რაში აკრიტიკებს, რომ თქვენო იხდითო მეათედ სპიტნისასო, კამისასო, კლიავისასო, აი ამ მწვანილეულებისასაც, მწვანილეულების მეათედსაც იხდითო, რაც რჯულის მიერ იყო ნამდვილად დაწესებული და დაგიტევებიათო, ესე იგი მიგიტოვებიათო, რაც უმთავრესია რჯულშიო, სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათო და არც ის მიგეტოვებინათო. უყურეთ, ესე იგი ნაწილობრივ ზოგრამეს სწორად ასწავლიდნენ, ზოგრამეს უკვე არასწორად ასწავლიდნენ და აი თქვენ მიგიტოვებიათო, რაც უმთავრესია რჯულშიო, სამართალი, ნახეთ, სიმართლის ქმნა და სწორად გასამართლება ადამიანებისა და არა მიკერძოებითა და არა ქრთამით. ეს საქართველოსაც ეხება და ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც სასამართლოები არის, ვალდებულები არიან მოსამართლეები, რომ განსაჯონ მიუკერძოებლად. და იესო ქრისტე ეუბნება მათ, რომ თქვენო მიატოვეთო, რაც უმთავრესია რჯულშიო, სამართალი, წყალობა და რწმენა. აი ყურეთ, სწორი რწმენა, ხო? ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათო. ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლსა და აქლემს გიშთანთქავთ. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაგცნო, გარედან რო წმენთ სასმისა და ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაუხარით. ეს უკვე მეტაფორას იყენებს. გარედან გარედან ესე იგი ადამიანებს ეჩვენებოდნენ, რომ ღვთისმოსავები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში ესენი ნაძარცვითა და ნაუხარით იყვნენ სავსენი. თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმიდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმინდა იყოს გარეთაც. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაგცნო, ასე რომ გავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნიდან სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონი ხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაგცობითა და ურჯულოებით. ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაგცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს და ამბობთ, ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად თქვენი თავის წინააღმდეგ თქვენ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ. და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების, გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაიქცევით გეენის სასჯელს, ამიტომ გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარზე აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას, რათა მოიწეოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალის სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენ და მიმოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო, რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს, ბარტყებს თავის ფრთებ ქვეშ და არ ისურვე და გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. რადგან გეუბნებით თქვენ, ვეღარ მიხილავთ ამ იერიდან, სანამ არ იტყვით, კურთხეულია მომავალი უფლის სახელით.
ახლა მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო უფლის აი იმ სიტყვებს, სადაც უფალი მიმართავდა იმ წიგნობრებსა და ფარისევლებს დაეუბნებოდა მათ, რომ თქვენო დაძრწიხართო, გადაივლითო, დაძრწიხართო სხვასა და ხმელეთსეო, რათა თუნდაც ერთი კაცი მოაქციოთო, ხოლო როცა მოაქციოთო, გეენის კერძად აქცევთო მასო თქვენზე ორჯერ მეტადო. რატომ მინდა ახლა თქვენი ყველას ყურადღება მივაპყრო აი აქეთკენ, ვინც ყველა თქვენი ყველა იმათგანის, ვინც თავის თავს მორწმუნედ თვლის და რომელსაც ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ უქადაგა ღმერთის შესახებ. აი ამით ჩვენ იესო ქრისტე გვეუბნება იმას, რომ შეიძლება ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ ღმერთის წერილიც კი გვაჩუქოს, გითხრას რომ აი წავიკითხოთ, ვისწავლოთ. შეიძლება ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ ღმერთის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოს, გველაპარაკოს, რამდენიმე დღეც კი მისი რომელიმე წარმომადგენელი ჩვენთან გაჩერდეს და დაიღალოს და ისე რომ თავისი ენერგია ჩადოს აი იმაში, რომ ჩვენ გვიქადაგოს ცოცხალი ღვთის შესახებ. და თან ისე რომ მან არ მოითხოვოს ჩვენგან რაიმე მატერიალური მისაგებელი, რაიმე მატერიალური დახმარება შეიძლება არ მოითხოვოს, არამედ მართლაც ძალიან ისე ანგარების გარეშე ამ მხრივ ჩვენ გვიქადაგოს აი ისე რომ ჩვენგან არაფერი მოითხოვოს და ნამდვილად თუნდაც სწორად გვიქადაგოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ აუცილებლად ღვთის წერილი ვისწავლოთ და თუ კი დავინახავთ იმას, რომ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ, რომელმაც მართალია ჩვენ ღვთის შესახებ გვიქადაგა, მაგრამ თუ კი დავინახავთ, რომ ეს რელიგიური ორგანიზაცია სხვადასხვა სწავლებებს არასწორად ასწავლის და ღვთის წერილს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დაუჯეროთ ღმერთს და არა იმ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც ჩვენზე რაღაცა ამაგი აქვს. ამას იმიტომ ვიძახი, რომ აი მაგალითად საპატრიარქოს ორგანიზაცია ხშირად ამბობს ამას მისი წარმომადგენლები, მის მრევლსაც ეს თავში ჩაუჭედეს, რომ ეს ბიბლიაო, ესაო ჩვენი ეკლესიის პროდუქტიაო, ეს ჩვენი პროდუქტიაო და რას ნიშნავს ეს, რომ აი ჩვენ შევიკრიბეთო, ჯერ ესენი დღევანდელები ვინც არიან, ესენი არ შეკრებილან, ჯერ ერთი, მაგრამ აი ამათი თავიანთ წინაპრებზე ამბობენ, რომ ესინიო შეიკრიბნენო და ეს წმინდა წერილებიო და ზოგადად ეს წერილები რაც იყო, მათ შორის სახარებებიო ძალიან ბევრი იყო, აპოკრიფები იყო და ჩვენ შევიკრიბეთო და გადავარჩიეთო, რომელი იყო სწორი და რომელი არასწორიო და ჩვენ დავადგინეთო, რომელი არისო კანონიკურიო და რომელი არაკანონიკურიო. და შესაბამისად, აი ჩვენი მეშვეობით დღევანდლამდე მოვიდა სწორი ბიბლიაო. და ამიტომაც ვინაიდან ჩვენ ეს მოვიმოქმედეთ, ამიტომაც ჩვენ ყველაფერში უნდა დაგვიჯეროთო და თქვენ ბიბლიას კი აღარ უნდა დაუჯეროთო, არამედ აი ჩვენ რასაც გიქადაგებთო, იმას უნდა დაუჯეროთო. ფაქტიურად ამათ ეს გამოსდით და თქვენ ამით არ მოტყუდეთ. ამათმა რაც არ უნდა გითხრათ, თქვან ამათმა, რომ ეს ბიბლია ჩვენ შევკრიბეთ ბიბლიის კანონიკური წიგნებიო, ხო, თქვათ აი ასე ამბობენ და თქვათ აი ამაში უჯერებთ, ხო? ამ შემთხვევაში კი ბატონო, თქვათ დაუჯერე ამაში. მით უმეტეს ბიბლია უნდა ისწავლო და თუ დაინახავ იმას, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია ღვთის წერილის სწავლებას არ მიხვება, ამ შემთხვევაში თვითონ ეს ღვთის წერილივე ამხელს ამ ორგანიზაციას და ამ ორგანიზაციას არ უნდა გახვე, არამედ უნდა გახვე ღმერთს. ამავე დროს რომელიმე პროტესტანტული ორგანიზაცია, ნებისმიერი პროტესტანტული ორგანიზაცია, რომელსაც შეიძლება თქვენზე ამაგი ჰქონდეს იმ გაგებით, რომ ამა თუ იმ პროტესტანტული ორგანიზაციის პასტორმა, ლიდერმა, რიგითმა
წევრმა შეიძლება თქვენ გიქადაგათ იესო ქრისტეს შესახებ, ნამდვილად მან პირველმა მოგაწოდათ ინფორმაცია იესო ქრისტეს შესახებ, მრავალი ხნის განმავლობაშიც გელაპარაკებოდათ, გარკვეული რაღაც ამაგი აქვს თქვენზე და შემდგომ ამისა თქვენ ავტომატურად შეხვედით ამ პროტესტანტული ორგანიზაციის შემადგენლობაში და ახლა თუ თქვენ ღვთის წერილიდან აღმოაჩენთ იმას, რომ ესა თუ ის პროტესტანტული ორგანიზაცია ღვთის წერილის სწავლებას არ მიხვება, თქვენ არ უნდა დაგაფრკოდოთ იმან, რომ ამ პროტესტანტულმა ორგანიზაციამ პირველად ამან მოგაწოდათ ინფორმაცია ღმერთის შესახებ და ამათი მეშვეობით მიხვედით, ასე იგი, ღმერთის შესახებ ამ ორგანიზაციის მეშვეობით შეიტყვეთ. თქვენ ეს, ასე ვთქვათ, ეს ამაგი რაც თქვენზე აქვს ამ პროტესტანტულ ორგანიზაციას, ამ ამაკს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, არამედ აგერ უფლის შეგონება, იესო ქრისტეს შეგონება თქვენც უნდა მიიღოთ, ვინაიდან შეიძლება თქვენ იყოთ ზუსტად ის კაცი, რომელიც მოაქციეს თავიანთი ქადაგებლობით ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ შეიძლება მოგაქციათ, მაგრამ უკვე ისეთი თავისი ცრუმოწყვრების საფუარი შეურია ღმერთის სწავლებაში და უკვე მოგწამლათ და მოგშხამათ, რომ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ ზუსტად იმ კაცის ადგილას, რომელიც გენის კერძად იქცევა. ამიტომაც არის, რომ თქვენ მოვალენი არ ახართ ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციისა. შეიძლება ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ ან ამა თუ იმ ადამიანმა ნამდვილად პირველად გიქადაგათ ღმერთის შესახებ, ნამდვილად, მაგრამ ამავე დროს უკვე მისი პრაქტიკული საქმიანობა, საქციელები, სწავლება ისეთია, რომ აშკარად ეწინააღმდეგება ღვთის სწავლებას და თქვენ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოთ, მისი თანაზიარი არ უნდა გახდეთ, არამედ თქვენ პირიქით ღმერთის წერილი უნდა ისწავლოთ და რასაც დაინახავთ იმ თქვენს რელიგიურ ორგანიზაციაში, ის უნდა გააკრიტიკოთ, ამხილოთ, აუცილებლად დასაბუთებულად, არგუმენტირებულად უნდა ამხილოთ, ხოლო ისინი თუ შეისმენენ ამას, განახორციელებთ აგერ რეფორმას და ტრანსფორმაციას, რეფორმაციას, მთლიანად, ესე იგი, მთლიანად მთელი ორგანიზაცია თუ დაექვემდებარება ღვთის სწავლებას და რაც მოსაშორებელი გაქვთ, მოიშორებთ, ხო კარგი, თვითონ ღმერთი გაგწმენთ, ხოლო თუ არ დაემორჩილება ღმერთის წმინდა სწავლებას, ამ შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ იმ, რომ ეს ორგანიზაცია დატოვოთ და იესო ქრისტეს უერთგულოთ. ასევე ეს შეგონება იესო ქრისტეს ეს დამრიგებული და ჭკუის სასწავლებელი შეგონება ეხებათ მუსლიმებსაც, მართლაც ეს მუსლიმებსაც ეხებათ და რა გაგებით ეხებათ. შეიძლება ამა თუ იმ ადამიანმა, ახალგაზრდა ადამიანმა ან მოხუცმა ვთქვათ, პირველად სწორედ ამ ისლამური ორგანიზაციიდან, ან რომელიმე მუსლიმიდან, ინდივიდუალური მუსლიმიდან მიიღო ინფორმაცია ღმერთის შესახებ, კი ბატონო, დაინტერესდა ამით და შეიძლება ამა თუ იმ ისლამური ორგანიზაციის წარმომადგენელმა მართლაც დიდი დრო დახარჯა იმაში, რომ თქვენთვის ეკადაგა და ნამდვილად თქვენთვის არ მოუთხოვია რაიმე ისეთი საჩუქრები და ისეთი ფინანსური მოგება ამაში, რომ მე რომ გიქადაგე ღმერთის შესახებ, ახლა შენ მომეცი 5,000 ლარი ან დოლარიო თქვათ, ხო? შეიძლება თქვენთვის ასეთი რამ არ უთქვამს და ნამდვილად, ესე იგი, თავისი რესურსი მან დახარჯა იმაში, რომ თქვენთვის ეკადაგა ღმერთის შესახებ, თქვენს დაგაინტერესად,
და აი აქედან ესე იგი ამათ და აი ამ რომელიმე მუსლიმის მეშვეობით თქვენ ღმერთის შესახებ მიიღეთ ინფორმაცია. თქვენც ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ, არამედ თქვენ თვითონვე უნდა ისწავლოთ ღმერთის წმინდა წერილი, რომელსაც ბერძნულ ენაზე ვეძახით ხოლმე ხშირად ბიბლიას, ეს ბიბლია ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს წიგნებს და ეს არის ღმერთის წერილთა ერთობლიობა, სულ ღმერთის წერილში გაერთიანებული არის 66 წმინდა წერილი, მოყოლებული დაბადებიდან დამთავრებული გამოცხადებამდე. ღმერთის წერილის შემადგენლობაში არის დაბადება, გამოსვლა, ლევიანი, რიცხვი, მეორერჯული, ამ 5 წერილს ეწოდება მოსეს 5 წიგნეული, თორას რო ეძახიან ებრაელები, ეს თორა არის ბიბლიის შემადგენლობაში, ამავე დროს ბიბლიის შემადგენლობაში არის წინასწარმეტყველთა წერილები და ასევე სხვა წერილებიც, ამავე დროს არის სახარების 4 თავს რო ვეძახით, პირობითად ეს მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, ხო ეს მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, შემდეგ მოციქულთა საქმეები და ასევე სხვა წერილებიც დამთავრებული გამოცხადების ჩათვლით. მთლიანობაში აი ეს ამ წერილთა ერთობლიობას ეწოდება ბერძნულად ბიბლია, ხოლო ქართულად ღმერთის წმინდა წერილი. აი ასე ეწოდება მას. ამიტომაც თქვენ შეიძლება ღმერთის შესახებ ინფორმაცია მიიღეთ მუსულმანებისგან, მაგრამ თქვენ აქ არ უნდა გაჩერდეთ, ამით არ უნდა დაკმაყოფილდეთ და თქვენ თვითონვე ღმერთის წმინდა წერილი უნდა ისწავლოთ, რომელშიც არის სწორი და ნამდვილი ინფორმაცია გადმოცემული აბრაჰამზე, იგივე ავრაჰამზე, ეს ებრაულად ასე გამოითქმის ავრაჰამ, ჯერ მას ერქვა ავრამი და მერე ღმერთმა უწოდა ავრაჰამი. ასევე ღმერთის წერილში მოცემული არის ინფორმაცია მოსეზე, იგივე მოშეზე, ასევე მოცემული არის ინფორმაცია იესო ქრისტეს შესახებ, ვინ არის იგი ისლამში, მას ეძახიან ისას ეძახიან ან ღისას ეძახიან და ნამდვილი ინფორმაცია ვინ არის იესო ქრისტე, რომ იგი ნამდვილად წინასწარმეტყველიც არის და მაგაზე მეტიც არის, ვინ არის იგი, მის შესახებ ნამდვილი სწორი ინფორმაცია დაწერილი არის მხოლოდ ღმერთის წმინდა წერილში, ბიბლიაში და ამიტომაც არის, რომ შეიძლება თქვენ რაღაცა მცირე შეხება გქონდეთ ყურანთანაც, თუმცა არიან მუსლიმები ისეთები, რომლებსაც ყურანიც კი არა აქვთ თავიდან ბოლომდე წაკითხული. მაგრამ ასე თუ ისე ჭორების დონეზე მაინც აქვთ ინფორმაცია, რომ ეს იესო ქრისტე ღმერთის წინასწარმეტყველია და აი ჩვენ გვჯერა მისიო, მაგრამ ასეთი ზედაპირული წარმოდგენა, ზედაპირული ინფორმაცია არ უნდა გქონდეთ იესო ქრისტეს შესახებ, არამედ თქვენ თვითონ უნდა ისწავლოთ ღმერთის წმინდა წერილი, ბიბლია, თავიდან ბოლომდე უნდა გულდასმით, ყურადღებით, გულწრფელად წაიკითხოთ და თვითონ ღმერთი გაგაგებინებთ, რა არის მისი სწავლება, ვინ არის იესო ქრისტე და შესაბამისად თქვენ არ უნდა იფიქროთ ის, რომ ვინაიდან რომელიმე მუსლიმმა გიქადაგათ ღმერთის შესახებ, აი ამით არ უნდა დაბრკოლდეთ და არ უნდა იფიქროთ, რომ ეხლა როგორ ვისწავლი მე ბიბლიას, როცა აი ამ მუსლიმებმა მიქადაგეს ღმერთის შესახებ და ეხლა მათ როგორ ვუღალატებო, ეს ღალატი არ არის. ეს არის სწორია, რომ თქვენ ბიბლია ისწავლოთ და თუ კი ღმერთი გაგაგებინებთ აი იმას, რომ ისლამში ბევრი არასწორი სწავლება არის, ბევრი არასწორი
სწავლება არის. ამის შემდეგ თქვენ ვალდებული ხართ იმისა, რომ დაუჯეროთ ღმერთს და არა ამა თუ იმ ადამიანურ ორგანიზაციას. და თქვენ შეგიძლიათ თქვენს თანამოძმე მუსლიმებს ინფორმაცია მიაწოდოთ დასაბუთებულად, ასევე არგუმენტირებულად და თუ კი ისინი შეისმენენ და ისინიც ღვთის წმინდა წერილს ისწავლიან, ყველა მათგანი თუ დაემორჩილება ღმერთის ჭეშმარიტ ნამდვილ სარწმუნოებას, ეს თქვენთვის ყველასთვის იქნება უკეთესი. მაგრამ თუ ისინი არ შეისმენენ და ღვთის წმინდა წერილს არ ისწავლიან, ამ შემთხვევაში შენ ვალდებული ხარ იმისა, რომ გაჰყვე და დაუჯერო ცოცხალ ღმერთს და არა ისლამის მიმდევარ იმ ადამიანებს, რომლებსაც ყურანიც კი არ აქვთ შესწავლილი, არიან ასეთები და სხვა რა უნდა მოსთხოვ ახლა ამ ადამიანებს, მართლაც არიან ისეთი მუსლიმები არიან, რომ ამბობენ, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ და ყურანიც კი არ აქვთ შესწავლილი და ეს ახლა ხო სასაცილოა რა, სასაცილოა რა არის. იმიტომ რომ ეს უკვე თვალთმაქცობაა, შენ არც მუსლიმი ხარ და არც ღმერთის გაგეგება რაიმე და რაღაც ჭორების დონეზე გაქვს ინფორმაცია, რომ აი ღმერთი არის და რაღაცა და იქ ალაჰს რო ეძახიან ღმერთს. ხო, ამის შესახებ ერთი რამ მინდა ვთქვა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწეობდა ერთი ცნობილი პიროვნება, დღეს შეიძლება ბევრისთვის ცნობილი არც არის, მაგრამ ქართულ მწიგნობრულ სივრცეში ცნობილი პიროვნებაა, მისი სახელი და გვარი არის ზაქარია ჭიჭინაძე და მან თავისი წვლილი შეიტანა ქართული მწიგნობრობის განვითარებაში. მან გამოსცა მრავალი წიგნი და მათ შორის ერთ-ერთ თავის წიგნში გამოცემაში აღწერს, რა სიტყვებით ლოცულობდნენ აჭარელი მუსლიმები, ქართველი მუსლიმები, ესე იგი, და იქ ლოცვაში ლოცულობდნენ, ახსენებდნენ არა ალაჰს, არამედ ელაჰს, ელაჰ და ეს ელაჰ არის არამეულ ენაზე იგივე ელოჰიმ ღმერთი, ესე იგი ებრაულად ელოჰიმ და არამეულად ელაჰ და ეს ელაჰ იგივე ელოჰიმ არის ქართულად ითარგმნება როგორც ღმერთი და ამ შემთხვევაში ღმერთის წმინდა წერილი ადამიანმა უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია ღმერთის წმინდა ბიბლია, ღმერთის წმინდა წერილი და ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა ისწავლოს ეს, რათა გაიგოს, რას გვასწავლის ჩვენ ცოცხალი ღმერთი და მას უნდა დაუჯეროს. მარტო ის არ არის, რომ ისწავლო და მე თქვა, რომ ეს არ ერგება ჩემს რელიგიურ ორგანიზაციას, ეს ისლამს არ ერგება და ამიტომ არ უნდა დაუჯერო, ასე არ უნდა იფიქრო. ღმერთი შენ კი არ მოგერგება, შენ უნდა მოერგო ღმერთს. ამიტომაც არის, რომ ადამიანები არიან უმეცრები და ადამიანთა განმანათლებელი არის ღმერთი, რომელიც უშურველად გასცემს თავის სწავლებას, გვასწავლის და ადამიანმა არ უნდა დაიყუროს ყურები, არ უნდა დაიბრმავოს თვალები, არამედ ეს სასმენელი, რაც ღმერთმა მისცა, ხო, ეს უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ღმერთს ყური უგდოს. ესე იგი, ღვთის წმინდა წერილი ისწავლოს, ყური უგდოს მას, დაუჯეროს, გაჰყვეს მას და გავიდეს სამშვიდობოდ, ცოდვისგანაც განთავისუფლდეს და ღმერთთან მშვიდობაში შევიდეს და ღმერთის წმინდა წერილი გვასწავლის იმას, რომ მან ღმერთმა მოავლინა თავისი ძე იესო, რომელიც მოგვევლინა იმისათვის, რომ ღმერთთან შევერიგებინეთ
და მან ცოდვისგან გამოსასყიდ მსხვერპლად თავისი სხეული შესწირა და მან იტვირთა ჩვენი ცოდვანი, მან იტვირთა. იგი მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ყველა ადამიანს მოუწოდებს მონანიებისკენ და იესო ქრისტეს რწმენისკენ, რომ რასაც იგი გვიქადაგებს, რაც მან მოიმოქმედა, ამისი უნდა ირწმუნონ ადამიანებმა, რათა ამ რწმენით გადარჩნენ და ამ შემთხვევაში ნებისმიერმა ადამიანმა ღვთის ეს წერილი და ეს ინფორმაცია უნდა წაიკითხოს, ირწმუნოს და ღმერთის მოსაწონად უნდა მოიქცეს და რაც ღმერთს მოეწონება, ისე უნდა იაზროვნოს. ამიტომაც ნებისმიერი თქვენგანი, რომლებიც შეიძლება მიმდევრები ხართ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისა, თქვენ არ უნდა დაიკომპლექსოთ თავი და არ უნდა შეიბოჭოთ თავი იმით, რომ არ უნდა იფიქროთ ის, რომ ამ ადამიანებმა მე ღმერთის შესახებ მიქადაგეს და ეხლა როგორ განმუდგები ამათ ჩემზე დიდი ამაგი აქვთ. არა, თქვენ ასე არ უნდა იფიქროთ. აგერ თვითონ იესო ქრისტე, ნამდვილი მოძღვარი, ჭეშმარიტი მოძღვარი, ნამდვილი გვასწავლის იმას, რომ შეიძლება არიან ისეთი ადამიანები, ისეთი მქადაგებლები, რომლებიც ინტენსიურად უქადაგებენ ადამიანებს, მათ ნამდვილად ღმერთის შესახებ სწორ ინფორმაციასაც კი აწვდიან, მაგრამ როგორც კი მოაქცევენ მას, ეგრევე თავიანთი ცრუ სწავლების საფუარს ურევენ და გზიდან აცდენენ იგივე ადამიანს და უფალმა თავის მოციქულებს გაფრთხილება მისცა ასეთი, რომ მორიდებოდნენ ისინი ამ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა ცრუ სწავლებას და უთხრა მათ, რომ ერიდეთო ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარსო. ნახეთ, ფარისეველთა, სადუკეველთა და ჰეროდიანელთა საფუარს მოერიდეთო. ესე იგი, მათ სწავლებას მოერიდეთო. იმიტომ რომ ისინი ცოცხალი ღვთის სწავლებაში ურევდნენ თავიანთი ცრუ სწავლების საფუარსაც, ესე იგი თავიანთ ცრუ სწავლებასაც, რითაც ისინი უკვე ადამიანებს აცდენდნენ და შეცდომაში შეჰყავდათ ადამიანები. ამიტომაც თქვენც ღვთის წერილი უნდა ისწავლოთ და შეადაროთ იმ რელიგიური ორგანიზაციის, იმ რელიგიის სწავლებას, რომელი რელიგიის მიმდევარიც ხართ თქვენ და თუ აღმოჩნდება, რომ ცოცხალი ღვთის სწავლებას ეწინააღმდეგება ის თქვენი რელიგია ან თქვენი რელიგიური ორგანიზაცია, რომელშიც ხართ, თქვენ ვალდებულები ხართ იმისა, რომ ღმერთს დაემორჩილოთ, ცოცხალ ღმერთს დაუჯეროთ და არა თუნდაც იმ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც თქვენზე ამაგი აქვს, იმიტომ რომ ღმერთზე დიდი ამაგი არავის აქვს თქვენს მიმართ, იმიტომ რომ ღმერთმა გაგაჩინათ, ღმერთმა მოგცათ ეს სხეული, ღმერთმა გაგახელინათ თვალი, ღმერთმა გამოგასხათ ფეხები, ხელები, ღმერთმა მოგცათ გული, თვალები, ენა, ღმერთმა მოგცათ თქვენი ორგანოები, ღმერთმა მოგცათ თქვენი ახლობლები, შვილები, ღმერთმა გაგიჩინათ და არა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, ხო? რელიგიური ორგანიზაციები არ გიჩენენ თქვენს შვილებს, ასე რომ ვინც თქვენ სიცოცხლეს გაძლევთ, ვინც ჭეშმარიტ საკვებს გაძლევთ და ჭეშმარიტ ესე იგი სიცოცხლეს გაძლევთ, ვალდებულები ხართ, რომ მას ყური უგდოთ, მისი წერილი ისწავლოთ და დაუჯეროთ. გისურვებთ ამას, რომ ცოცხალი ღვთის წმინდა წერილი, ეს ბიბლია ისწავლოთ და დაუჯეროთ მას, რათა სიცოცხლეში შეხვიდეთ.